ჩვენ პროტესტს შევეხეთ 28 ნოემბერს შევეხეთ და ასევე ვისაუბრეთ სხვა საკითხებზე, მათ შორის ელისაშვილის თემაზე. მოდი ზოგადი გარემო შევაფასოთ, რომელიც ახლა არის საქართველოში შექმნილი ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში. რეჟიმი მუდმივად უტრიალებს პროტესტს. მუდმივად რაღაც ხდება ამ პროტესტის, ასე ვთქვათ, გარშემო ყოველთვის რაღაცის მიკერებას ცდილობს რეჟიმი, მაგრამ ვერ ერევა ამ ყველაფერს და ეს 28-მაც დაადასტურა. მოდი ამ თემაზე საუბრით დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიახ, პროტესტი არის რეჟიმისთვის სერიოზული პრობლემა, როდესაც ერთ წელზე მეტია უკვე, მეორე წლის ათვლა დაიწყო პერმანენტული პროტესტია დედაქალაქის ქუჩებში. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, რომ ყოველდღიურად იქ შეუძლებელია ერთი და იგივე ადამიანი იდგეს, მაგრამ რაც მთავარია, უწყვეტია განწყობა და პირიქით ჩვენ ხედავთ, რომ პერიოდულად ეს დაუმორჩილებლობის, ამ რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობის განწყობა არის მზარდი, რომ ჩვენ გავზომოთ ეს რაღაცა თვალსაზრისი. ამიტომ ბუნებრივია, ეს არის სერიოზული პრობლემა რეჟიმისთვის და მისი ამოცანა ამ პროტესტის ყველა ფორმით, რომელიც კი რაც მათ ხელთ არის, გაშავება და გარდა იმისა, რომ პროტესტის შეწყვეტა, გარდა ამისა პროტესტის გაშავება, რომ ეს არის რაღაცა ძალადობრივი აქცია და მე როგორმე ამითი გამართლება, ამის მიკერება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ეგრეთ წოდებულ დიპ-სტეიტთან და მე ამითი გამართლება იმ პოლიტიკისა, რომელიც მათ აქვს და რაც რეალურად თუ რაღაც ცალკეული ფაქტი მოხდა, ხა არ ვიცი, ჩვენ ვახსენეთ სრული სურათისთვის საჭიროა, რომ მოусმინოთ ყველას, მათ შორის სასამართლო პროცესზე ხვალ ამ ცალკეულ ფაქტზე არ ვამბობ, ზოგადად ცდილობს ყველა ფაქტის გამოყენებას ისე, რომ თავს დაესხას პროტესტს. რატომ აქვს ეს ილუზია მას, რომ რაიმე ამ ფორმით შეიძლება ამ პროტესტის დამარცხება? ხო, სხვა შორის ეს ერთადერთი ილუზია არ არის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აქვს. ილუზიები იქიდან დაიწყო, როდესაც 22 წელში მასაც ეგონადა დარწმუნებული იყო, რომ მინიმუმ ერთ თვეში, მაქსიმუმ ერთ თვეში გადაწყდებოდა უკრაინის ბედი. აი, ილუზია მაშინაც იყო და იქიდან მოყოლებული ბუნებრივია ის არაადეკვატური გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელსაც ის იღებს და ჩვენ მშვიდობას ისე გვასაღებს, რეალურად მასაც უქმნის სერიოზულ პრობლემებს და კრიზისი მარტო სახელმწიფოში არ არის, ხელისუფლების კრიზისიც არსებობს რეალურად, იმიტომ რომ ხელისუფლება ძირითადად ახლა თავის შიშებზე დაყრდნობით იღებს მხოლოდ გადაწყვეტილებებს და ასევე დაცლილია მაინც და მაინც რაციონალიზმისაგან ისიც არ გამოირჩევა. ეხლა რაც შეეხება ელისაშვილის ფაქტს, ეს არის ჩემთვის ტრაგედია, ადამიანური ტრაგედიაც და ტრაგედია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ეხლა ძალიან თუ ეს ადამიანი მართლა თვითონ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, ხო, უმძიმესი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, უმძიმესი შედეგებით, მიმაჩნია რომ სრულად გაუცვლელი შედეგებით, მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნახეთ ადამიანი სახელმწიფოებრივად ტრაგედიაა, რატომ ადამიანი აღიარებს მეუქენიო და საზოგადოებაში არავის არ შეჯერა, რომ ეს შეიძლება რეალობა იყოს, იმდენად დაკარგულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას ნდობა საზოგადოების მხრიდან, ეს არის სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუსი, რა ვიცი, პროკურატურა, რომ არა ხო უპირობოდ არიღებენ ადამიანები იმ ვერსიას, რომ აქ არ არის ხელისუფლების მსახვრალი ხელი, ხო? ნებისმიერი სიუჟეტი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა ეხლა, მაგრამ ძალიან უჭირთ იმისი დაჯერება და მე მესმის ეს სრულად ბუნებრივი ამბავია, რომ დაუშვათ ალეკო ელისაშვილმა მართლა სასოწარკვეთილმა ჩაიდინა ესეთი საქციელი, თუმცა ადამიანის ფსიქიკა არის მოწყვლადი, ყოველთვის ერთნაირი რეაქციები არ აქვს და ყველაფერი შესაძლოა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ ყველაზე მეტად
საზოგადოებას სჯერა და არ გამორიცხავს, რომ რაღაცა ხელისუფლებამ იმავნებნო. ის რომ ეხლა ელისაშვილის ფაქტორი იქნება თუ 4 ოქტომბრის დაუშვათ წარუმატებელი, ასე ვთქვათ, წარუმატებლობის ფაქტორის ბუნებრივი ამას გამოიყენებს, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ეხლა იმდენად არაადეკვატური იყო გათენებისას შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ ალდეს პოლიტიკური პარტიის წევრმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა, ეხლა მე პირადად მართლა დამჭე ეგეთ შტაბეშტილება, რომ ეს ძალით არ მიიყვანეს იქ ამ აქტის ჩასატანით, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გახსენებოდა იმ წუთში, როცა ამას გაიგებდი, გარდა ალდე და ევროპის. აი ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ ესეც ხო კარგი მდგომარეობისგან არ არის, რაც მაგათ ჭირს, ხო ეს რაღაცა, იმიტომ რომ ყველაფრის დაკავშირება ევროპელებთან, ბუნებრივია ხა ჩვენ ეს ფსიქოლოგების თემაა, მაგრამ ერთია რეალურად რას ამბობენ და მეორეა ქვეცნობიერი რას ეუბნება. მათ და ამიტომ მათაც გადასარევად იციან, რომ ისე მშვიდად არ არის. ქალბატონო ლელა, თქვენ ახსენეთ კრიზისი, როგორც ზოგადი კრიზისი ქვეყანაში, რომელიც გამოიწვია ივანიშვილმა, ასევე კრიზისი მისი გუნდის შიგნითაც. ის ცდილობს თავისი პროპაგანდით აჩვენოს საზოგადოებას, რომ აი არანაირი კრიზისი არ არის, დაიყვანოს რაღაც აი ხან როდესაც იძახის 30 აკაცუკი 50 ნაცი რაღაც აი ამ რაოდენობას იძახიან, შემდეგ აი ახლა უკვე ბოლოს 3000-მდე ავიდნენ თავიანთ შეფასებულ უცნაური არითმეტიკა მოკლედ. მე მინდა აი თქვენ საზოგადოებას განუმარტოთ, რატომ არის ეს კრიზისი. აი რეჟიმი ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზია, მაგრამ ამასთანავე პროპაგანდას სულ ეს თემა აქვს, სულ პროტესტის და აქციის თემა აქვს. რა არის მთავარი მანიშნებელი იმის, რომ ქვეყანაში არის უმწვავესი კრიზისი? პოლიტიკური სახელმწიფოებრივი რეჟიმის შიგნით. თითქმის განმავლობაში შეუძლებელია, რომ რომელიმე ხელისუფლებამ არათუ ამად გაძლონ აღიარების გარეშე და იყვნენ მუდმივად საერთაშორისო იზოლაციაში. და ეს ხელისუფლება არის საერთაშორისო იზოლაციაში. ის რომ დასავლელ პარტნიორებთან კი არა აქვთ მარტო პრობლემა, რეგიონში აქვთ პრობლემა. აბა წაიკითხეთ აზერბაიჯანული პრესა რას წერს იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოდან ექნებათ და როგორ მინიშნებებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით. თვირთების გადაადგილების დროს შექმნილი პრობლემები, რომელზედაც ძალიან მკაცრი შინაარსის სტატიები. ძალიან და ეხლა თუ ჩავთვლით იმას, რომ მედია ბოლომდე თავისუფალი ვერც აზერბაიჯანში ვერ არის, რასაკვირველია და ბილად რო ვთქვათ, ხო? ამაში მე სახელმწიფო პოლიტიკის კვალი ჩანს ნამდვილად და მე ამაში მაღალ რისკებს ვხედავ არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. ამიტომ ამათი ამოცანა ნომერ პირველი არის, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, როგორმე მიიღონ აღიარება დასავლელი პარტნიორებისგანაც, მათ შორის, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკური კონიუნქტურა დღეს ისეთია, რომ რეგიონის ქვეყნებიც არ გამოიჩენენ მაინც და მაინც ინიციატივას, თუ ამათმა დასავლეთთან არ დაალაგეს ვითარება. ამიტომ ბუნებრივია, ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ეს აისახება დაუშვათ მათ ქმედით უნარიანობაზე და ეს ბოლოს და ბოლოს აისახება მოსახლეობის განწყობებზე შინ და გარეთ. ეხლა განათლებას რო სეკვესტრი გაუკეთეს, გავიგე, იმიტომ რომ განათლება ამათთვის პრობლემური არც ანაკლი არ გამჭიროებია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი არც ისე დაბეჭავებულია. ეხლა შენ 2000 ლარით გაიზდი ხელფასს და პენსიონერს 20 ლარს მოუმატებ, რომ ეს ასე ადვილად გაატაროს ვინმე. ამიტომ პრობლემები ბუნებრივია აქვს ამ ხელისუფლებას და ამას
გადასარევად გრძნობენ, ოღონდ გამოსავალი არ არის და მათთვის არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ ეს პროტესტი მიაჩნიათ, რომ არის ამ ყველაფრის მიზეზი. და მთლად ტყუილად არ მიაჩნიათ, რა საკვირველია. ქართველი ხალხი რომ შეგუებოდა საზოგადოების დიდი ნაწილი იმას, რაც ქართულმა ოცნებამ გნებათ არჩევნებზე და გნებავთ შემდეგ 28 ნოემბრის განცხადებით გააკეთა რა ნაბიჯებით გადადგა, ხო? დღეს ჩვენ სხვა ვითარება გვექნებოდა. ამიტომ ბუნებრივია პროტესტ ძალიან დიდი ფუნქცია ჰქონდა და აქ დღესაც და მე ხშირად მესმის ხოლმე რომ ადამიანებს თქოს ეშინიათ გონიათ რომ ერთი დღე რო არ გამოვიდნენ პროტესტზე ერთი დღე რო ჩააგდონ რაღაც შეიცვალა. იცით რა, რაღაცა ცვლილებები ამ პროტესტსაც სჭირდება. ეს ცვლილებები აი პერიოდულად უკვე ჩვენ ხედავთ რომ არის ხან ყოველთვის პოულობს გამოსავალს ის საზოგადოება, ხან იკაუგრძალეს დგომა, მერე მარშებით წავიდნენ დაუშვათ ეხლა სიმაღლეებზე უგრძალავენ დგომას, ნუ რაღაცა წარმოუდგენელ სიგიჟეებს აკეთებენ, იმიტომ რომ პროტესტი რეალურად მათთვის არის პრობლემა და ეს რო ითვლიან ერთი აკაცუკი 30 აკაცუკი და ბოლო 3000-ით რო ყოფილა აკაცუკი თურმე საქართველოში, ეს იმის მანიშნებელია, რომ თავის ამომრჩეველი უნდა დაარწმუნონ, რომ არც ისე ცუდად არის საქმე. თავისი ამომრჩეველიც მიუხედავად იმისა, რომ აი ამ პროპაგანდას ძალიან სქელი გარსი აქვს და ცდილობს, რომ ადამიანებს არ მისცეს შესაძლებლობა რაღაცნაირად დასკვნები გამოიტანონ და აი ბომბავენ, ასე ვთქვათ, ამ პროპაგანდით ადამიანები მაინც ხედავენ, რომ ნებისმიერ სივრცეშია ეს პროტესტი, როდესაც მაგალითად სპორტის სასახლეში ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი გაიგონეს, აი სპონტანურად, ხო, ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს კალაძემ 30 აკაცუკი, სპონტანურად ნაციო ამ შემთხვევაში, ხო, რამდენიც არ უნდა იძახოს 30-40-თან არის რა მნიშვნელობა აქვს პრობლემას 30 უქმნის თუ 30,000 პრობლემას გიქმნის უარესი არ არის. გაიგონეს კობახიძის სახელი და გვარი ადამიანებმა იქ, სადაც ეს სახელი და გვარი არ უნდა გაიგონათ და მიიღეს იქვე პროტესტი. ანუ ეს პროტესტი, ეს კარგად აჩვენებს, რომ რუსთაველზე კი არ არის პროტესტი, მხოლოდ რუსთაველი წარმოადგენს ამ პროტესტს, რომელიც მთელ ქვეყანაში არის საპროტესტო განწყობა. ეს არის ენერგია, ეს არის ეს ემოცია, ხო? ნებისმიერი ემოცია არის ენერგია, სად წავა ეს ენერგია, ხო? ან ერთ დღეს კი აი ეს ქუჩაში შეიყრის თავს, აზვირთდება, ეგეთია ფიზიკის კანონი და ერთხელ აუცილებლად დაუშვათ ეს განმუხტას მოითხოვს ეს აკუმულირებული დაგროვილი აგრესია და გაბრაზება. სხვა არაფერი არ მოხდება. ეხლა ამას ვერ გაექცევა ქართული ოცნება, ძალიან კარგად იცის. 30 აკაცუკისთვის ყავს გამოყვანილი 800 პოლიციელი ყოველღამე გარეთ. და ყოველღამე ამ ხალხს დაარბენინებს 30 აკაცუკი. სირცხვილი მაშინ მაგას. სირცხვილი თუ 30 კაცთან 800 პოლიციელი ჭირდება. ნუ აბსურდია ეხლა, ხო, ეს უკვე რაღაც არაჯანმრთელი აკვიატებები აქვთ რაღაცასთან დაკავშირებით. სხვათა შორის განწყობების ძალიან კარგი ბარომეტრები არსებობს და მოდით ეხლა ყოფაში დავბრუნდეთ, აი მაგალითად ბაზარი. რა ვიცი, ეხლა ჩემი მეუღლე დადის ხოლმე ბაზარში და დღეს სწორედ მაგ თემაზე ვსაუბრობდით, როგორ იცვლებოდა პერიოდულად აი ეს განწყობები ბაზარში. იყო პერიოდი, როდესაც თუ 1-2 გამოერეოდა და ამ ხელისუფლების მე გულისხმობ მოვაჭრეებს ბაზარში ძვირს იტყო და ნუ საშინელი თავდასხმის ქვეშ ექცეოდნენ. მერე გაიყო ეს რა ქვია მოვაჭრეების პოზიციები, იყო აქეთ იქით და დღეს მეუბნებოდა სწორედ ჩემი მეუღლე, ვერ წარმოიდგენო. ერთ ხმაში
მასში მიდისო. იმიტომ ვერც ერთმა ამოიბლუკუნა ჩემი რატოა ბიძინა თავს რო დაესხმენო. ანუ ვერც გაბედა რომ შეპასუხებოდა. ანუ რადიკალურად შეცვლილია და ჩემ ბარომეტს გეტყვით ახლა ეს არის სოციალური ქსელები. მე რა სოციალურ ქსელში ავტორი არ ჩანს, კალი არიცი, კაცი არიცი, სქესი არიცი, კალი გვარი არიცი, სახელი. ნებისმიერი ნაწერიდან, ანუ წინა დასრულებული აზრიდან მოდის ემოცია და ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამოიკითხოს. პერიოდულად ამ ტროლბოტების ასე ვთქვათ სტატუსებიდან წამოსული ემოციები იცვლება და სხვადასხვა და ჩანს რომ სხვადასხვა დავალებები ეძლევათ, ხო? რაც განწყობებს ასახავს, რაც ხდება ხელისუფლების მხარეს. ეს ხან არის ცინიზმი და დაცინვა დაუშვათ აქეთ საპროტესტო ელექტორატისა, ხან არის ბრაზი, უпростоრად დაჩაგვრის მცდელობა. ეხლა მე ისეთ გამწარებას გრძნობ აი ამ სტატუსებიდან, რომელსაც ეს ტროლბოტების პრემიერაში ვკითხულობ და მოდის ეს ემოცია, რომ აი სულ ვამბობ, რომ რაღაც ხდება ხელისუფლების თავს კიდე ისეთი, რაც ჩვენ კარგად შეიძლება არ ვიცით ჯერ და ვერ ხვდებით. ტროლბოტობას ეს დადებით ითვისებ, აქ ზუსტად იცი ვინ აწერინებს მას ამ ტექსტს და რისი თქმას. ეგ მე მაგას ცალკე ისა მაქვს რა ქვე, ჩემი გატაცება ხვდები ხოლმე, როდესაც დავუშვათ ქართული გვარით არაქართული ტროლი წერს, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ან აზერბაიჯანელი, ან სომეხი, ან რუსი, რა ტიპის გრამატიკულ შეცდომას დაუშვებს აუცილებლად წერის დრო და კუთხეების მიხედვით შეგიძლია ამოიცნო ტროლბოტები რომელ კუთხეში წერენ, ხო? ქალბატონ ლელა, ერთი კითხვა მაქვს გამწარების პასუხად, ანუ ყველაფერი სცადა რეჟიმმა, ეს სოციალური ქსელის მიღმაც ჩანს, ხომ? ავტორიტარების ხელში რაც არის, მან სცადა ყველაფერი. კანონებიც მიიღო, რომელმაც ვერ იმუშავა, ადამიანების ცემა დაიჭირა, დაემუქრა, ციხეში ჩასვა, გააშალა, მაგრამ პროტესტი სახლში ვერ შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვადასხვა პრემიერმა სცადა მათ, სხვადასხვა კაცმა სცადა, ეს ასე ვთქვათ, მოთოკვა ამ ხალხის, ხომ? სხვადასხვა განსაკუთრებულ დავალებათა ხელმძღვანელმა, ხომ, დეპარტამენტის, ანუ ბევრს ჩააბარა თითქოს ეს და ვერ მივიდა მიზნამდე, მერე ცვალა ეს ადამიანები. მაგრამ ამის განსამუხტად რა დარჩა მას? ფიქრობთ, რომ ის ამ კანონებს ხა იმიგრანტებსაც თუ ჩავთვლით, მათ მიმართ მიღებულ მილიონზე მეტი ადამიანი როგორ უნდა ჩათვალო, უბრალოდ ამ ცვლილების გათვალისწინებით ის ემზადება რისთვის თქვენი აზრით და ეს არის თუ არა მისგან მორიგი ტრიუკის ჩატარების მცდელობა, თუ გაუჭირდა ის ნიშნავს სვადამდელს? იცით რა, ცოტა გამიჭირდება რომ ესე პასუხი მოგცეთ ძალიან თამამად და რატო გეტყვით? იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ივანიშვილის ქმედებები რაღა დაგიმალოთ და ძალიან მოკლებულია რაციონალიზმს, იმიტომ რომ ნახეთ პროტესტი ხა განწყობები მზარდია, კიდევ ერთხელ ვამბობ და 28 ნოემბერმა ეს კარგად აჩვენა მათ, რომ ეს ადამიანები ხო ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ყოველდღე რუსთაველზე დგანან და საჭირო შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი დადგება და მოვა რუსთაველზე. ამას ძალიან კარგად გრძნობს. ეხლა რეპრესიების რესურსიც შემოფარგლულია, მართლა ერთი ტყვი არ უსვრია, დანარჩენი ყველაფერი გააკეთა, ხო, აბსოლუტურად. ხო და აქედან გამომდინარე თავის გადარჩენაზე რომ მიდგება საქმე და ეს აუცილებლად დადგება. ნუ მან შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას კიდეც, მაგრამ მე არ ვიცი მას რამდენად დიდი აქვს. მე ვფიქრობ ერთ რამეს, ჩემი სუბიექტური აზრია, უბრალოდ რასაც ვუყურებ, როგორც ვითარდება პოლიტიკური პროცესები, მე მაინც მგონია, რომ უკვე რუსეთშიც მისი ვერდიქტი, მისთვის ვერდიქტი გამოტანილი. აი მე მაქვს ასეთი
წინასწარი განცდა. ეხლა რასაც ვხედავ, როგორც ვხედავ რა პროცესებიც ვითარდება, ვინ გამოდიან ცდილობს პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლას, ვინ რითი უპირისპირდება და რა ნარატივები მოდის წინ, ხო? მე მაქვს ამისი განცდა, რომ მისთვის ის რუსეთისთვისაც უკვე პრობლემური გახდა ნამდვილად. ამიტომ მისი მდგომარეობა ეხა არ არის არაფრით სახარბიელო. არ ვიცი, რას იზამს, თუ ამას გრძნობს და აცნობიერებს და სხვათა შორის თავის დროზე იცით, როდესაც მან ეს არჩევანი გააკეთა, 22 წლის მერე ღიად გააკეთა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. ეხლა პირველივე დღეებში გამოგვიცხადა, რომ სომხეთის სარქისიანისა იყო მისთვის იდეალური მოდელი, ხო? და უკვე აქედან ჩანდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეც, რომ დაიწყო პირველივე დღეებში საუბარი. რა გუმანით ვიგრძენით, ხო? ფაქტია რა უნდოდა. მაგრამ 22-მა ის დააყენა არჩევანის წინაშე, უკვე მიხვდა, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა. და ნუ ალბათ ყველა ფიქრობს, რომ მან ის არჩევანი გააკეთა, იმიტომ ხშირადაც ისმოდა მათ შორის ეთერებიდან სხვადასხვა ექსპერტების, პოლიტიკოსების შეფასებებით, რომ ნუ ფიზიკური უსაფრთხოება თუ ფინანსური უსაფრთხოება. ანუ ფიზიკური უსაფრთხოება ცხადია რუსეთიდან იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ვინ უსწორდება ასეთი მეთოდებით, მაგრამ აქაც შეცდომა დაუშვა რეალურად. მას რომ ეს სახელმწიფო არ გაეუქმებინა და კორპორაციად არ გადაექცია, ხო, რაღაც მაფიოზურ სინდიკატად და სახელმწიფო დარჩენილიყო, ხო? აი რაც ხდება აზერბაიჯანის შემთხვევაში. აზერბაიჯანი სახელმწიფოა და იქ სახელმწიფოებრივი ინტერესები მოდის, ეხლა კორუფციაც არის, ისე როგორც სხვა პოსტდაფტოთა სახელმწიფოებში, სხვა ბევრი რამეც, მაგრამ პირველ რიგში მაინც მოდის ეს ადამიანი შინ და გარეთ პოზიციონირებს სახელმწიფო ინტერესებით. არჩეულიც ჩვენ ახლა არ ვიცით იქ რომ თავისუფალი სივრცე იყოს უკვე და დემოკრატია როგორ არჩევნების თვალსაზრისითაც მას მხარდაჭერა მით უმეტეს ყარაბაღის შემდეგ მას აქვს და მას აქვს რეალური მხარდაჭერა და ამასაც რომ სწორი არჩევანი გაეკეთებინა და არა ის რაც გააკეთა, მის ფიზიკურ უსაფრთხოებას არ ექნებოდა მაღალი რისკები. მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფო, რომელმაც სახელმწიფოებრივი არჩევანი გააკეთა, ამ ვითარებაში და მით უმეტეს რეგიონში რაც ხდება, მისი ფიზიკური სიცოცხლე ასე მოწყვლადი არ იქნებოდა თუნდაც რუსეთის სურვილის შემთხვევაში. ამიტომ ამ კაცმა ბევრი შეცდომები დაუშვა რეალურად, როდესაც ეს არჩევანი გააკეთა და მე არ ვიცი, ნუ რა ვიცი ხა, თავის დროზე ალბათ სჯეროდა იმ რჩევლებისა, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ ევროპა უნდა გაყინულიყო უგაზობით, თუ რუსული გაზი არ ექნებოდათ, რომ ვერ გამოიზამთრებდნენ და რომ მიუნხენის სუპერმარკეტები სავსე იყო რუსული პროდუქციით. მართლა ჯეროდა შეიძლება ამის. აი ჩვენს საუბარს ვასრულებთ, მაგრამ აი მაინც მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა. თავი და თავი ივანიშვილის პრობლემებისა, ის რომ მას აღიარება არ აქვს, არც როგორც დიქტატორს, არც როგორც უხეირო დიქტატორს. თან უხეირო უწოდეს, ძალიან შეურაცხყოფილიყო ჩემთვის. როგორც მმართველს არ აქვს აღიარება. და ეს არის პროტესტის დამსახურება. აი ამ პროტესტს რა სჭირდება? იმისთვის რომ მან გააგრძელოს, ასე ვთქვათ, ივანიშვილის არაღიარება, ივანიშვილის იზოლაცია და საბოლოოდ გამოიწვიოს მისი რეჟიმის ჩამოშლა. პირველ რიგში სჭირდება ნება, მაგრამ პროტესტი, რომ უფრო როგორ გითხრათ, მოქნილი გახდეს, მას სჭირდება გარკვეულწილად სტრუქტურირება ესეა და რაღაც ამ პროტესტის პოლიტიკური პროცესის ინსტრუმენტად ქცევა. ეხლა არის
პროტესტი და ის არ არის ინსტრუმენტი პოლიტიკის ამ წუთში. აი ეს რეალობა გვჭირს. ხო, ძალიან წუხვარ, მაგრამ ამ ყველაფერში რასაკვირველია არის წვლილი ჩვენი ოპოზიცияსაც, იმიტომ რომ მათ თავი, აი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში ახლა რა არის, იცით? ნდობის პრობლემა, ნდობის დეფიციტია. არავინ არავის არ ენდობა. აი აღარავინ აღარავის არ ენდობა, ხელისუფლებას რო არ ენდობიან, ხო, ფაქტია. სამწუხაროდ ოპოზიციის მიმართაც ნდობის ის ვოტუმი არ არის, როგორიც უნდა იყოს და ამიტომ რეალურად აი ხალხი არის ამ თავისი ბრაზით დარჩენილი და ეს უფრო საშიშია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არავინ იცის, როდის და როგორ შეიძლება ამან იჩინოს თავი.